მასეთი კამერა მეც მაქვს, ოღონდ უფრო პატარა და ცოტა სხვანაირი. მე ვარ დათნას იხალიძე 7 წლის. სწავლობ სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმე არის ფეხბურთი, კალათბურთი და ჭიდაობა. ყველაზე უფრო მიყვარს ჩხუბი. მე დავდიოდი ძიუდოზე, ჭიდაობაზე, MMA-ზე და ბოქსზე. იმიტომ გამოვედი ძალიან ძლიერი ვარ და ყველას ვერეოდი. ყველაზე კარგად გამომდიოდა ძიუდო. ბავშვობიდან გამომდის ჩხუბი და სულ ჩხუბობ. ერთხელ ვიჩხუბე ქუჩაში და სულ ჩხუბობ სკოლაში. ანუ ვიღაცა დაგვარტყამს, მე ჩვენ დავარტყამ და ესე იქნება ჩხუბი. ყველაზე კარგად ჩხუბობ მარჯვენა ფეხით. ესე უკან გადავკოდრალდები და ფეხს თავში ვარტყამ. ზოგჯერ მეწოდება ჩემი განახული ბავშვები. არ მინდა ჩხუბი და თვითონ მიწვევენ. ერთხელ მახნა ჩხუბარი გოგოს გამო. ბიჭი ეჩხუბებოდა გოგოს და მე დავიცავ. მე ვარ ვაშკაცი ბიჭი და ვერ ვიტან უსამართლობას. მე მომავალში ვაპირებ რაგბიზე შესვლას. მიყვარს ფეხბურთი და ხშირად თამაშობ მეგობრებთან ერთად. სულ თამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გადანილი მაქვს 53 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მაღალი პასი მომცა, ანუ მეკარემ ესროლა ჩემ მეგობარს, ხო და იქიდან მაღალი პასი მომცა და მაგრატელა გავიტანე. ჩემი საუკეთესო თვისება არის ძლიერი დარტყმა. გამოსაწოლებელი მაქვს თავით თამაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო ნაზარიო. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. მამიკოს უყვარს ბარსელონა. მიყვარს ერთად რომ უყურებთ თამაშს და რეალი რომ უგებს ბარსელონას. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 7-0-ით. მე რა გავიშტები, უნდა გამოვიდე დუბაიში ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ჰაგი-ვაგი და ეხლაც მინდა რომ ვიყო. ლურჯი ვიღაცა არის, სახლში 7 წელია ცხოვრობს იქ. ხო და ერთი ვიღაც მიდის, ხო და ტურებია უსასრულობა. ანუ იგებ ტურებს, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე. კალათბურთი იმიტომ მიყვარს, რომ შორს რო ვალ, რომ მაღლა ვხტუნავ და რო ავხტები, შორიდან ვაგდებ. მე მინდა გავიზარდო 2 მეტრი და 24 სანტიმეტრი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ სულ გაკვეთილებზე დავბივართ. მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დავით ზაქარაძე. ყველაზე მშვიდია ლევანიკო ფუტკარაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ელისაბედი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ამ ეტაპზე არ მყავს შეყვარებული, მაგრამ ბაღში 7 მყავდა. ეს 7-ვე გოგო მიყვარდა ერთად, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ტეკლა. ამ გოგოებს მინდოდა დავცილდი, რომ სხვადასხვა სკოლაში დავდივართ. ცოლს რომ მოვიყავ, ვიქნები 21 წლის. ეს უკვე ნამდვილად ვიცი და ასე მაქვს გადაწყვეტილი. შვილებს დავარქმევ ადრიას და ნიას. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თეონა დონაძე, იმიტომ რომ ლამაზია და მხიარულია და სწრაფია. ზოგჯერ ყვირის, მაგრამ ყვირილი ძალიან უხდება. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ გარეთვიული მარტო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ბებო. მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ბებო არის ახლა საზღვარგარეთ და ძალიან მენატრება. ის არის მხიარული და მშრომელი. მშრომელიც არის და საყვარელიც და სასაცილოა. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი და მხიარული. ახლა არის გემზე და ძალიან მენატრება. დედიკო არის ლამაზი, მშრომელი და თბილი. სულ ზრუნავს ჩემზე და მეხუტება. ვარ გურული და სოფელი მაქვს ჩოხატაუში. მეც გურული ვარ, ჩემი ძაშვილი გურულია, ჩემი დედა გურულია, ჩემი მეგობარი გურულია, ჩემი ძე გურულია და ჩემი მამა გურულია. მე ვარ ყველაზე სწრაფი და შვიდთვიანი. საქართველო იმიტომ მიყვარს ბუნება, კარგი ხალხი ცხოვრობს, ქართული საჭმელები მიყვარს. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხაჭაპური. ოღონდ აჭარული. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხობს. ჯადოსნური ჩოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი მონსტრებს. მაინტერესებს, როგორები არიან. მეც ვიცი, მაგრამ სიმაღლე მაინტერესებს. მარტო ვიცი ფობი პლეითაიმები რომ სიმაღლეები არიან. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი კორეაში. წინა მონაწილემ დამეტოვა შეკითხვა.
ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ალექსანდრე სიხარულიძესთან ერთად. ისაა ჩემი ბიძაშვილი და ძალიან კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია მამა ჩემი თაზა სიხარულიძე. ჩემი ოცნების საჩუქარია საიბერტრაკი. ტესლას მანქანა ყველაზე მაგარი ოღონდ ჯიპია. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა, ბებიას ჩამოსვლა და ჩემი ბიძაშვილის ჩამოსვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.